დაეჭვებულო, შენ ხშირად ამბობდი, ვშიშობ რომ ვერასოდეს შევალ ზეცაში. ნუ გეშინია, იქ ღვთის მთელი ერი შევა. მომწონს ერთი მომაკვდავი ადამიანის სიტყვები. ადამიანისა, რომელმაც წამოიძახა, არ მეშინია შინ წასვლის. ყველაფერი რაც მაქვს უკვე იქაა. ღვთის თითი უკვე ჩემი კარის ურდულზეა და მე მზად ვარ მისი მოსვლისთვის. ვიღაცამ ჰკითხა, არ გეშინია იმის რომ შეიძლება დაკარგო შენი მემკვიდრეობა? არა, მიუგომან. არა, ზეცაში არის ქვირგვინი, რომელსაც მთავარ ანგელოზი გაბრიელიც ვერ დაედგამდა თავზე. ის არავის თავს არ მოერგება ჩემი თავის გარდა. ზეცაში არის ერთი ტახტი, რომელზეც თავად მოციქული პავლეც კი ვერ დაჯდებოდა, რადგან ის ტახტი ჩემთვის არის გამზადებული და ის იქნება კიდეც ჩემი. ო, ქრისტიანო, რაოდენ სასიხარულო აზრია. შენი წილი ხელშეუხებელია. რჩება სიმშვიდე. კი, მაგრამ განა მისი დაკარგვა არ შეიძლება? არა, ის შენ მემკვიდრეობით კერგება. მე თუ ღვთის შვილი ვარ, არ დავკარგავ მას. ის ჩემია და ეს ისევე უდავოა, თითქოს თავად ვიყო იქ. წამოდი ჩემთან მორწმუნევ. დავსხდეთ ნებოს მთის წვერზე და გავიხედოთ ნაყოფიერი მიწისკენ, თვალწინ გადაშლილი ქანაანის მიწისკენ. ხედავ მზის სხივებში მბრწყინავ სიკვდილის პატარა მდინარეს, ხოლო მის გაღმა მარადიული ქალაქის თაღებს. ამჩნევ მშვენიერ ადგილს და მის სიხარულით აღსავს ემცხოვრებთ. იცოდე, იქ გაფრენა რომ შეგეძლოს დაინახავდი რომ მის მრავალრიცხოვან სახლთაგან ერთ-ერთზე დაწერილია. ეს რჩება ამა და ამისთვის. განკუთვნილია მისთვის. ის ატაცებული იქნება, რათა უფალთან დამკვიდრდეს სამარადისოდ. საწყალო დაეჭვებულო, შეხედე შესანიშნავ მემკვიდრეობას. ის შენია. უფალი იესოსი თუ გწამს, თუ მოინანიე ცოდვა, თუ განახლდი გულით, მაშ შენ ერთ-ერთი ხარ უფლის ხალხს შორის და შენთვის გამზადებულია ადგილი, შენთვის შენახულია გვირგვინი. შენ გელოდება ქნარი, რომელიც შენთვისაა განკუთვნილი. სხვას არავის ხვდება წილად ის, რაც შენთვისაა. ის შენთვის არის ზეცაში შენახული და მალე დაეუფლები მას. რამე თუ ცარიელი არ დარჩება არც ერთი ტახტი დიდებისა, როდესაც ყველა რჩეული შეიკრიბება.